მე პაატა იაკობაშვილი და პოსტსკრიპტუმის გუნდი ვაგრძელებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. სასიკვდილო შედეგით დასრულებული ავტოავარიების უდიდესი ნაწილი ავტომაგისტრალებზე ხდება, იმიტომ რომ მთავარი მიზეზი ამ დროს გადაჭარბებული სიჩქარეა. ჩვენი ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი დაინტერესდა, როგორ რეგულირდება მოძრაობა მაგისტრალებზე, განსაკუთრებით სამგზავრო მიკროავტობუსების მოძრაობა. ის რომ ქეთევანი ახლა საკუთარ შვილთან ერთად სეირნობს, არც მეტი არც ნაკლები სასწაულია. ექიმების კატეგორიული აკრძალვის მიუხედავად, მან 3 წლის წინ შვილის გაჩენის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ძალიან დიდი რისკი არისო, მაგრამ გავრისკე და დაიბადა პატარა დათუნა. საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სარისკო გადაწყვეტილების მიღება ქეთევანს ნამდვილად არ მოუწევდა 2010 წლის 24 იანვარს ქუთაისიდან თბილისისკენ მიკროავტობუსით რომ არ გამომგზავრებულიყო. ჩვენს წინ მიმავალი მანქანა დაეჯახა იქიდან მომავალ მანქანას და ის დაგვეჯახა შემდეგ ჩვენ. 2 კვირა ვიყავი კომაში, თითქმის მთელი თვე ვიწექი რეანიმაციაში. ოპერაციები თავზე ახლა კომაში რო ვიყავი 2 თუ 3 გამიკეთეს. მაგრამ მაგის გარდა კიდევ ყელზე დამჭირდა ეს ტრახეის ამოღება, იმპლანტანტი ჩამიდგეს. ავარიისას მიღებული მძიმე ტრამვები ქეთევანს თავს დღემდე ახსენებენ, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, რადგან გადარჩა. საშინელი შეჯახების კვალი ამ ხეებს ჯერ ისევ ეტყობა. 3-ოდე კვირის წინ სწორედ აქ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა 2 შვილთან ერთად ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი 2 მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ქარელიდან ახალციხისკენ მიემგზავრებოდა. როგორც ამბობენ, ის მიკროავტობუსში 10-ოდე წუთის ასული იყო, როცა საბედისწერო ავტოკატასტროფა მოხდა. წყვილის ბრალი იყო. ვერ ვიმორჩილებ საჭესო და თავს უშველეთო უთქვია და რაღა უნდა ეშველა უკან ჯდარა თურმე ბავშვებიანა და ეს სწორედ ის სამარშრუტო მიკროავტობუსია, რომლითაც ჩუბინიანების ოჯახი მგზავრობდა. ამავე კატასტროფაში მოხვედრილი კიდევ ერთი მგზავრი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. წლის განმავლობაში დაახლოებით 5500-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, საიდანაც ჩვენ გვაქვს 8500 დაშავებულობა და 500-ზე მეტი სიკვდილიანობა. ყოველ 16 საათში ხდება ერთი ადამიანის გარდაცვალება და ამავე პერიოდში 16 საათში დაახლოებით 20 ადამიანის დაშავება ავტოსაგზაო შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი პოლიგონი დედაქალაქის ქუჩებია, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ფატალური შედეგებით დასრულებული კატასტროფების უმეტესობა ავტომაგისტრალებზე ხდება. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა შორის სიჩქარის გადაჭარბება იყო და რჩება პრინციპში პირველ მაჩვენებლად. და ზუსტად ამ მიმართულებით შემცირება ჯარიმის, რაც იყო მთავარი გამომწვევი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევის, ნამდვილად არ იყო მართებული და ამ ჰუმანურობამ, ეგრეთ წოდებულმა ჰუმანურობამ ამ შემთხვევაში მიგვიყვანა ამ მძიმე შედეგამდე. საქართველოს კანონში საგზაო უსაფრთხოების შესახებ წერია, რომ საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსებისთვის მოძრაობის მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე ყველა გზაზე 80 კმ/სთ-ია. იმის გადასამოწმებლად იცავენ თუ არა კანონის ამ მოთხოვნას, სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტომობილის სიჩქარის მაჩვენებელი სენსორია დამონტაჟებული, შუა დღის 2 საათზე გავედით. ჩვენი ექსპერიმენტი ზუსტად 1 საათი გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე ტრასის ამ მონაკვეთზე 52-მა მანქანამ გამოიარა და მათგან არც ერთს არ ჰქონია 100-ზე ნაკლები სიჩქარე. მძღოლები, რომლებსაც ერთ რეისზე საშუალოდ 16 ადამიანის სიცოცხლე აბარიათ, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს არ უარყოფენ და ამას შიდა კონკურენციით ხსნიან. ამ კონკურენციაში კი დღის განმავლობაში დაახლოებით 5000 მიკროავტობუსია ჩართული. კაცი უნდა იყოს დასვენებული. ხო და რო დაждდება მანქანაზე, რო გაიხედავს უკან, უნდა იცოდეს რომ მაგი ჩავა აი გემრიელად და 1-2 კაპიკი დარჩება. აქედან 2 კაცით რო გავა, კაცი და ბათუმში რომ მივა, იმას რაჭკვა უნდა მოთხოვ. გარბის გადანეული რო რაღაცა იშოვ. მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბება ამ სფეროში არსებული პრობლემების გრძელი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. ეს სფერო მთლიანად პრობლემაა. დღეს მგზავრების გადაყვანა უმეტეს შემთხვევაში ხდება სატვირთო მიკროავტობუსებით, რომლებიც კუსტარულად გადაკეთებული არის სამგზავრო მიკროავტობუსები, სადაც დარღვეული არის ყველა სტანდარტი უსაფრთხოების. ტექნიკური დათვალიერება აღარ ხდება მანქანების. სინამდვილეში ხდება
საბუთით, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება. მარჯვენარული მანქანა რატო გადის მაშინ? მარჯვენარული მანქანა მე და თქვენ თუ გინდა ჩვენი ოჯახისთვის კი ბატონო, არ არის აგრები ვიყოლიოთ, მაგრამ რეგულარული სამგზავრო გადაზიდვები სადაც 1-10 ოჯახის წევრი უნდა იზრდეს და 12 შიგნი. როგორ შეიძლება ჯერ რო გამოვიდეს გასწრებაზე, უნდა მთელი корпуსით გამოვიდეს აქეთკენ. ამას ემატება სრული ქაოსი ავტოსადგურებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მომრავლებულია ულიცენზიო ავტოსადგურები და ცალკეული ფიზიკური პირები, რომლებსაც მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ გააჩნიათ. ხუთლარად რო ბათუმში მიყავს გზავრი ის რაღაცას იპარავს, თორე როგორ თუ ის ბიუჯეტს ყველაფერს უხდის, როგორ წაიყვანს ხუთლარად. ამ სფეროს რეგულირება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ევალება. თუმცა მისი ხელმძღვანელის განცხადებით, კანონით მათთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმი მოუქნელია. ერთადერთი მექანიზმი არის თუ ვიღაცა მოგმართავს, აი კონკრეტული აი ეს ავტოსადგური აღღვევს ტექნიკურ რეგლამენტს, შემდეგ ჩვენ მიმართავთ სასამართლოს, ეს არის რაღაც ერთკვირიანი 10 დღიანი პროცედურა, შემდეგ მიდის შეტყობინება ამ კონკრეტულ მეწარმესთან, რომ ეხლა შემოვა მონიტორინგის ჯგუფი და შეგამოწმოს, მერე ჩვენთან მოდის შეტყობინება, რომ მიდი და შეამოწმეთ ესენი და რეალურად რომ მიდიხარ უკვე შესამოწმებად ამ მინიმალურ რაღაც პირობებს, უკვე რაღაცნაირად აღმოყოფილებს რა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანას, რომელსაც ორიენტირი ტურიზმის განვითარებისკენ აქვს აღებული, პირველი კლასის ავტოსადგური პრაქტიკულად არ გააჩნია. ხოლო მესამე კლასის მსგავსი დაწესებულება, რომელსაც ავტოსადგურს ნამდვილად ვერ დაარქმევ, ისეთ ადგილებზეა გახსნილი, სადაც მათ მფლობელებს გაუხარდათ. მითხარით ვინმე თუ განაგებს აქაურობას. ადმინისტრაცია უფროსობაზეა შიგნით ძმაო, ეს არის ბავშვთა სამყაროს ტერიტორია. ვიცი რის ტერიტორიაც არის, მაგრამ ვინ განაგებს აი ამ უშუალოდ ვინ განაგებს მაგას ვერ გეტყვი. ანუ თქვენ რაიმე გადასახადი გააქვთ? ძოლები. ხო, რაიმე გადასახადი გააქვთ იმისა, რომ აი აქ დგახარ. რაღაცა მინიმალური. ის ხდით. დისპეჩერია. ხო და ეგ დისპეჩერი მინდა, სად არის? დისპეჩერი იგე რაც მოუწინავზე. თქვენ რო გაქვთ თქვენი უფლებები, მგზავრებსაც აქვს თავიანთი უფლებები და კაცრო ცოლი და ორი შვილი მოუკვდა ამას წინებზე ვინ აგებს ამას? მე მოვდას რომ ავარია მესლომები და გუშინ მაგრამ გადამიადი მანქანა თვალი გავიდა და მე დაშავა სხვა ამას. თვალი თუ იყავს მანქანას რა და მაგასაც პრობლემა ხო და შეეძინა რომ არაღაც ავარია სულ ხდება პატარა მანქანას ხდება და დიდ მანქანას. ამას ლიცენზიაც აქვს სადგურის, გადაზიდვიც აქვს, ადგილებიც აქვს, მოსასვენებელიც ყველაფერი აქვს და ზეგ იქნება აქა და თვითონ დაელაპარაკეთ შევხვდით. ჩვენთან გასაუბრება არც იმ ავტოსადგურის მფლობელებმა ისურვეს, რომლებსაც დაწესებულება პირდაპირ ბეზოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აქვთ გახსნილი. ეს ტერიტორია არის ნაქირავები? იჯარით არის აღებული. რამე სტატუსი აქვს, რომ სადგურის სტატუსი არა? სეიკატურია და თავისთავად სადგურის თავითითები. ხო, მაგრამ რა კანონის მიხედვით რაღაც კატეგორია მესამე კლასის სადგურიც რომ იყოს, რაღაცა მოთხოვნეს უნდა მესამე კლასია? ხო, სხვა არ იქნება ხა ეს მეორე და პირველი კლასი ნამდვილად ვერ იქნება. თბილისში მესამე კლასია, ბათუმში მეორე კლასია. ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია უსაფრთხო გახადოს. თუმცა ამ კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს. ჩინოვნიკები 2005 წლიდან საუბრობენ კანონპროექტზე, რომელიც მზადდება. და ვიდრე ეს სფერო გაუკვალავ ჯუნგლებს გავს, რუსთავიორის არქივი ასეთი ტრაგედიების ამსახველი კადრებით კიდევ გაიზრდება.